არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას იცრუეს უწოდებენ ქართულ ოცნებაში, ასევე ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო არ არის. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით. ესე იგი, უქმდება მთელ რიგ თანამდებობებზე კონკურსის გავლის და საჯარო მოხელის სერტიფიკატის წარდგენის მოთხოვნა. მარტივდება საჯარო მოსამსახურეების უსაფუძვლოდ და აბსოლუტურად ერთპიროვნულად გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. და აი ეს მთავარი შუა რგოლი მენეჯმენტის, რომელიც ამუშავებს ფაქტიურად მთელ სისტემას, ამ პოზიციაზე თანამდებობიდან შეუძლია ვის მოუნდება გააგდოს უწყების ხელმძღვანელს და ქუჩიდან ან საიდანაც უნდა მოიყვანოს შესაბამისი კადრი, რომელსაც ასევე ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით არ მოეთხოვება არა მხოლოდ სერტიფიკატის წარდგენა, რომ საჯარო მოხელია, არამედ არ მოეთხოვება ჩვენი სახელმწიფო ენის, ქართულის ცოდნაც კი. ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი გადადის რეპრესიებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეები ხმას იმაღლებენ ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად. შესაბამისად, ყველა ისრილება საჯარო სამსახურის კანონის შესახებ, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა რეპრესიული მიზნით შემოიტანა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ განსაკუთრებული ხაზგასმა ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დასჯა ყველა იმ საჯარო მოხელის, რომელმაც ხმა აიმაღლა, ისევე როგორც დაქვემდებარება საჯარო მოხელეების, მათ შორის არაერთი მუხლი ამას მოწმობს. ახალი ტყუილის გამოაცხეს თითქოს საჯარო სამსახურებში მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნა აღარ არის სავალდებულოდ მოთხოვნად. მე მოუწოდებდი, რომ ელემენტარულად თავარ დოკუმენტს ჩახედონ, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე აგრეთვე აფხაზური. მათ შორის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში საჯარო სამსახური ხორციელდება ქართულად, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზურად. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ მოხელეს აქვს ვალდებულება, რომ რა თქმა უნდა იცოდეს ქართული ენა გამართულად, იმიტომ რომ ელემენტარულად საქმის წარმოებას ვერ უზრუნველყოფს. კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს, ხოლო აფხაზეთში ასევე აფხაზურს და რა თქმა უნდა, როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით საჯარო სამსახური და სახელმწიფო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. აქედან გამომდინარე, ეს არის ავტომატურად დადგენილი საქართველოში, რომ ნებისმიერი საჯარო წარმოება სახელმწიფო ენაზე წარმოებს. რაც შეეხება რეგულაციებს, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, როცა საუბარია ცენზე, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ასაკი და ასე შემდეგ. არის მათ შორის ქართული ენის ცოდნა და ეს რა თქმა უნდა ასეც არის და არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხელშეკრულების ეგრეთ წოდებულს, იქ არის შესაძლებლობა, რომ ვინაიდან ადმინისტრაციულ ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სპეციალისტების მათ შორის დასაქირავებლად ამა თუ იმ ინსტიტუციაში, არის შესაძლებლობა, რომ იყოს მაგალითად უცხოელი ექსპერტი დაქირავებული. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ ჩვენ საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე, სადაც ქართულ სახელმწიფო ენაზე მიდის წარმოება, სადაც დოკუმენტები იქნება ქართულად და თანამშრომლებთანაც არის ურთიერთობა ქართულად, რა თქმა უნდა, აქ არის კრიტერიუმი ქართული ენის ცოდნა.